ბაჭო ახლა ეს ვიდეოს ვუყურე ახლა თქვენთან ერთად იმედია თქვენც უყურებდით. Როგორი მარტივი და გენიალურია. Ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ჩემსავით თუ ჩემსავით არა მე მასავით, მაგრამ მე მისთვის არასდროს არ მომისმენია ადრე. და უბრალოდ დაემთხვა რომ ერთნაირად ვლაპარაკობთ. მე ვამბობ იმას, რომ არანაირი შეცდომა ნაცებს არ ქონიათ. სრულიად არანაირი შეცდომა ნაცებს არ ქონიათ. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ სიტყვა ნაცი დამაკნინებელი არ არის და ყველა ვინც რუსთაველზე დგას და ვითომ რაღაცას აპროტესტებს და ჩვენ რო იქ მიშას პლაკატებით მივდივართ და იმას ნუ მოდიხართ ჩვენთან მიშას პლაკატებით ამის გამო ჩვენ ნაცებს გვეძახიან ყველა გამოყლებული სირია. ვისაც სიტყვა ნაც რომ მიაძახებენ ეს სირცხვილება და დამაკნინებელი გონია. ყველა ხიხოს მოჯმულია და პუტინის მოსაქმულია. სადაც ვილაპარაკე ანიზე და ბაჩოზე რამოდენიმე ვიდეოს წინ, რომ ვინანე იმაზე, რომ ბაჩოს არ დავუკავშირდი სანამ დაიჭირეს და მან თქვი, რომ მე მგონი ცხოვრებაში მეორედ გავიმეორე მეთქი ჩემი შეცდომა და ბოლოს უნდა მეთქვა რა შეცდომაზე ვლაპარაკობდი და დამავიწყდა და ახლა ვიტყვი, რომ 2014 წელს მე ვიყავი ოდესაში. მიშაც მაშინ ოდესაში იყო და იყო გუბერნატორი. და მიშასთან მინდოდა მუშაობის დაწყება, იმიტომ რომ ოდესა ჩემთვის მეორე სამშობლოა. სახლი კარი იქ მაქვს 13 წელი იქ ვიცხოვრე, სკოლა იქ დავამთავრე, უნივერსიტეტი იქ დავამთავრე. პირველი 3 წელი ჩემი მუშაობის იქ ვიმუშავე. მოკლედ სახლი მაქვს იქ, მეორე სახლია ჩემი ოდესა და ძალიან ლოგიკური იყო ჩემთვის ოდესაში მიშასთან მუშაობა. და შევხვდი ნაყოფიას მიუტანე ჩემი CV და ვუთხარი რომ მიშას გუნდში მინდა მუშაობა, იმიტომ რომ ნაყოფიას პირადად ვიცნობდი მანამდე. მე 5 წელი ვიმუშავე ბანკში, უკრაინულ ბანკში, პრივატ ბანკში, იქ VIP კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი. და ყველა ოდნავ მაინც მდიდარი ადამიანი, რაც კი საქართველოში არსებობს და მაშინ არსებობდა, ყველა ჩემი კლიენტი იყო, ჩემი დეპარტამენტის კლიენტი და ყველას ვიცნობდი პირადად და ნაყოფიასაც იქიდან ვიცნობდი. მიშას არ ვიცნობდი და რატომღაც ჩავთვალე, რომ ესეთი გზა სწორი იყო, რატომღაც ჩავთვალე, რომ ანუ რატო არ ჩავთვალე, რომ პირდაპირ მიშასთვის მიმეწერა Facebook-ზე, ან სადმე, ან პირდაპირ მის ადმინისტრაციაში მივსულიყავი და პირადი ხედრა მომეთხოვა, რატომღაც მაშინ ვერ მოვტვინე და რატო ვერ მოვტვინე, ახლა მიკვირს. ნუ ნაყოფიამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი CV არ მიიტანა. იმიტომ რომ ჩემი CV რო ენახა მიშას აუცილებლად და მიკავშირდებოდა ვინმე მისი ადმინისტრაციიდან და აუცილებლად გასაუბრება მაინც მექნებოდა, სამსახურს თუ არ ამიყვანდნენ, გასაუბრება როგორც მინიმუმ მექნებოდა. ჩემი უმაღლესი დონის უკრაინულის ცოდნით, მაშინ კიდე უკეთესად ვიცოდი ვიდრე ახლა, იმიტომ რომ ნაკლებად დავიწყებული მქონდა. და ნუ მოკლედ ყველაფრით, ყველანაირი მონაცემები მქონდა იმისთვის იდეალური რომ მიშასთან მის ადმინისტრაციაში იქ ოდესაში მემუშავა ეს არ მოხდა. და დაახლოებით იგივე შეცდომა მომივიდა ახლა, როდესაც ბაჩოს არ დავუკავშირდი და როდესაც ბაჩოსთან არ მოვიწვია ჩემს YouTube-ზე სალაპარაკოდ. მე ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ის დეოკუპაციის ის პოლიტიკა, რომელიც მე მაქვს ჩამოყალიბებული, შესაძლებელია, რომ მიშას არ მოეწონოს. იმიტომ რომ მიშა ბევრად უფრო დამთმობი და ლმობიერია და
რამოდენიმეჯერ აქვს დაწერილი თავის Facebook-ს გურჯ, ოღონდ რა თქმა უნდა მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს მისი დაწერილია, იმიტომ რომ უამრავ მის პოსტს ვიღაცა სუსის ლეკვები წერენ. დრო რაღაცნაირი ორ პარლამენტიანი რო დეოკუპაცია კი არ უნდა გავაკეთოთ, რაღაცა მათთან მოლაპარაკებების გზით უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო და რაღაცა 10 მილიარდი ინვესტიცია იყო მან ნახსენები და ორ პარლამენტიანი და რო კვოტები უნდა არსებობდეს, რო თუ პრეზიდენტი ქართველია, პრემიერ-მინისტრი აუცილებლად აფხაზი უნდა იყოს და რაღაცა მსგავსი რაღაცაები აქვს დაწერილი. რაშიც არანაირად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მჯერა ბოლომდე, რომ ეს მისი დაწერილია. ამიტომ სავსებად შესაძლებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე გამწარებული მეშისტი ვარ, თვითონ ჩემი პოლიტიკა, ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ მოიწონოს, როცა გამოვამ და ამისთვის მე ფსიქოლოგიურად მზად ვარ. და მე პოლიტიკური ბრძოლა რომ მომიწიოს იმისთვის, რომ მიშასთან გავიტანო ჩემი პოლიტიკა, ამისთვისაც მზად ვარ, მე ეს არ მომერიდება. მიუხედავად ჩემი მწარე მიშისტობისა, მე როგორც ასეთი პოლიტიკური დაპირისპირება აფხაზეთის საკითხში მასთან არ მომერიდება, იმიტომ რომ ვთვლი რომ იმაზე უკეთესი, რაც მე ჩამოვაყალიბე 5 პუნქტიანი ჩემი პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ და ზოგადად დეოკუპაციის მიმართ, იმაზე უკეთესი, წარმოუდგენელია, რომ შეიძლება რომ რამე მოიფიქრო ან რამე დადო. და თუ ვინმე მაჯობებს, კი ბატონო, მე მაგის აღიარება არასდროს არ დამეზარება და არ მეთაკილება, რომ ვინმე ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა და ჩემზე კარგი რაღაც დაწერა, მაგრამ რთული წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ესეთი რაღაცა მართლა შესაძლებელია, რომ იყოს. და აი ბაჩოსთან დარწმუნებული ვარ, რომ სრული თანხვედრა გვექნება. იმიტომ რომ მე ანის რო შევხვდი, ანისთან მქონდა უკვე გავიცანი პირადად და პირადი შეხვედრა მქონდა, ვესტუმრე მას სახლში, ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკეთ, 5 საათი გაუჩერებლად ვლაპარაკობდით. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი ადამიანი, ახალაიების ოჯახი, ბაჩო ახალაი და ანა ნადერაიშვილი სრულიად გამზიარებლები არიან იმ პოლიტიკის, რომელიც მე ჩამოვაყალიბე და ასეთი არის კიდე გიგი თევზაძე, არა ვარ ჯერ მაგალითად ლევან გახელაძესთან არ მილაპარაკია იმაზე, იზიარებს თუ არა სრულიად. საკითხავია. უნდა მოვაწყო ასეთი რაღაცა, ანუ ლევანს უნდა ვუთხრა, რომ გაეცნოს ჩემ 5 პუნქტიან დეოკუპაციის პოლიტიკას და მე განვიხილოთ რას ეთანხმება, რას არ ეთანხმება. ასევე ვისაც მე აზრს ვეკითხები და ვისი პოზიციაც ჩემთვის აუცილებელია, რომ ვიცოდე რას ფიქრობს, ასეთი ადამიანი კიდე ერთია, ეს არის მაია ნადირაძე და მაია რაღაცებს არ ეთანხმება, რაღაცებს კი არა, ბევრ რაღაცას არ ეთანხმება. ის პუნქტი, სადაც მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ რუსები სრულიად გასაყრელია და მით უმეტეს ის რუსები, ვინც 2022 წლის მერე, ანუ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ჩამოსვლის მერე, ვინც დაწყების მერე, ვინც ჩამოვიდა და აქ სახლები იყიდეს, ბიზნესები აშენეს, პასპორტები აიღეს, გასაყრელები არიან, თან ისე გასაყრელები, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა კონფისკაცია უნდა მოვახდინოთ მათი ქონებების. და ეს ქონებები უნდა წავიდეს ოკუპაციისგან დაზარალებული ხალხის დასაკმაყოფილებლად. ამაში არ მეთანხმება მაია, იმიტომ რომ თulis რომ ზედმეტად დრაკონულია ეს ჩემი მიდგომა. ანი მეთანხმება არ თulis რომ დრაკონულია. ასევე ის კონსტიტუცია, რომელიც გიგის დაწერილია და რომელიც ჩემს დეოკუპაციის პოლიტიკაში პუნქტად დევს, რომ ეს კონსტიტუცია უნდა მივიღოთ აუცილებლად დეოკუპაციის შემდეგ, რომ ძალიან ძლიერი თვითმმართველობა უნდა გქონდეს რეგიონებში, ძალიან მინიმალურზე უნდა იყოს დაყვანილი ხელისუფლების, ანუ ხო, ხელისუფლების ფუნქციები. და ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს აი ესეთი უზურპატორებისგან, როგორიც არის დღეს ივანიშვილი. მხოლოდ ძლიერი თვითმმართველობა გადაგვარჩენს ამისგან, რომ მომავალში ასეთი სირობა კიდე არ დაგვემართოს.
ძლიერი და მრავალდონიანი თვითმმართველობა. ამ მრავალდონიან თვითმმართველობაში მე არც უკმაყოფილო დაჩაგრული აფხაზი არ არსებობს, არც უკმაყოფილო დაჩაგრული რომ ვითომ ენას სტატუსი არ აქვს, ბუკიასნაირი მეგრელი არსებობს, იმიტომ რომ უბრალოდ ვერაფერს ვერ მოედებიან და ვერაფერზე ვერ აყვავდებიან, იმიტომ რომ სალაპარაკო არ ექნებათ. და ამ კონსტიტუციით რეგიონები არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეგიონები თავისი გადასახადებით თვითონ არსებობენ. და ესეც თulis რომ ზოგიერთი რეგიონი არ არის საკმარისად მდიდარი, რომ თავისთავად თვითონ გაიტანოს. მაია, ამიტომ ეს ბოლომდე, ანუ ეს კონსტიტუცია გაზიარებული არ აქვს და ბოლომდე ვერ იწონებს. ხო და აი ერთადერთი არა, უკვე 3 ადამიანია ისეთი, ვინც ჩემს 5 პუნქტიან პოლიტიკას იზიარებს. ეს ისეთი, ვისაც პირადად ველაპარაკები და იმედია, რომ გამომწერებში მყავხართ ისეთები, ვისაც მოსმენილი გაქვთ, თუმცა ყველაზე ცოტა ნახვა აქვს იმ ვიდეოებს, სადაც ვლაპარაკობ ზუსტად მაგ 5 პუნქტიან პოლიტიკაზე, ვისაც დღემდე არ მოგისმენიათ, აუცილებლად გადადით ახლა იმაში პლეილისტები, სადაც მაქვს და პლეილისტებს ქვია დეოკუპაციის 5 პუნქტიანი პოლიტიკა და რა ვიდეოებიც არის მან შეკრებილი, ყველა ნახეთ აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ იყო დეოკუპაციაზე YouTube არხის გამომწერი და რა არის მთავარი ამ არხზე არ იცოდე. მთავარი ამ არხზე არ არის ის, რომ ჩვენ აქ ხიხოზე ვლაპარაკობთ და კოცებს ვაბულინგებთ და კოცების მოშორებაზე. ის 5 პუნქტიანი დეოკუპაციის პოლიტიკაა მთავარი ამ არხზე, ყველაზე მთავარი. და აი ანუ სრულიად გამზიარებელი და თანამოაზრეები რო არიან ეს ორი ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მსიამოვნებს რომ ენის მოჩლექვით არ ლაპარაკობს კოცების წინაშე, ისევე როგორც მე არ ლაპარაკობ არასდროს ენის მოჩლექვით კოცების წინაშე, ბაჩო ამ ვიდეოში. და რეალური საქმის გამკეთებლები მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან. და იქ რო ამბობს რომ აი ესენი ვინც იძახიან ვითომ ნაცები და ყოფილი ნაცები რომ შეცდომები არსებობდაო და შეცდომებზე რაღაცაო და გადაფასება უნდა სად იყვნენო მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენო და რასაც ახლა ლაპარაკობენ რომ შეცდომა იყო და სხვანაირად იყო გასაკეთებელიო რატო არ გააკეთესო შემთხვევით იმიტომ ხო არაო რომ არავინ მათ აზრს არ ეკითხებოდაო და ისინი ჩვეულებრივი უბრალო შემსრულებლები იყვნენ და რეალურად ვინც გეგმავდა რაღაცას და ვინც აკეთებდა საქმეს ეს იყო ბაჩო ეს იყო ეკონომიკის მხრივ კახა ბენდუქიძე ეს იყო მიშა რომ რეალურად ვინც რაღაცას აკეთებდა და ვისაც რამე მოეკითხებოდა იმათ ესმით რომ სხვანაირად ძალიან ისედაც ძალიან რთული გზა გაიარეს და მე რო ვამბობ მაგალითად მე რო ყოფილიყავი მაშინ პოლიტიკოსი და მე რო ყოფილიყავი მაშინ რაიმე ძლიერ პოზიციაზე მე დავამხობდი საპატრიარქოს დავამხობდი და გავწმენდდი მაგრამ ანუ როდესაც მე იქ არასდროს არ ყოფილვარ ჩემი გადმოსახედიდან ახლა შეიძლება მე მგონია რომ მე ამას შევძლებდი და შეიძლება საერთოდ არ იყოს სიტუაცია ისე რომ მე ამის გაკეთების რეალური საშუალება და შანსი მქონოდა და ახლა მხოლოდ მგონია რომ ამას გავაკეთებდი და რეალურად არაფერი არ გამომივიდოდა მოკლედ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს კიდე წინ და საქმე მხოლოდ ასეთ ადამიანებთან ერთად კეთდება როგორც ბაჩოა ნელ-ნელა ვუახლოვდებით 5000 გამომწერს
და მე რამოდენიმეჯერ ნათქვამი მაქვს, რომ 5000-ზე რო ავალთ, მე დავიწყებ ლაივებს. და ანუ პირდაპირ ეთერში თქვენთან ერთად, ანუ თქვენ კითხვებს დამისვენთ, მე იმ კითხვებს გიპასუხებთ კითხვებზე, ასეთი ინტერაქტივი გვექნება, თვეში ერთხელ გვექნება ეს, უნდა გქონოდა. რატო ველოდებოდი 5000, იმიტომ რომ მანამდე ტროლები გადაგვრთელავდნენ, 5000 რო ვიქნებით, მაშინაც ბევრი ტროლებს მოგვიქცევენ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ მე იმის იმედი მაქვს, რომ რეალური მაყურებელი უფრო მეტი აღმოვჩნდებით, ვიდრე ის ტროლი და 5000 გამომწერი როცა გყავს, ამის შანსი უფრო მეტი გაქვს, რომ რეალურმა მაყურებელმა უფრო გიყუროს, ანუ 100 მაყურებელი საკუთარი თუ გიყურებს, უკვე ტროლების მოზღვავება არ გაფერხებს, იმიტომ რომ იმ ტროლზე, ანუ შენი რეალური მაყურებელი უკვე უფრო მეტია და უფრო მეტი გავლენა აქვს ეთერზე ვიდრე ტროლს. და მოხდა ამასობაში ტრაგედია ის, რომ იმ დღეს, როდესაც მე შალვასთან მქონდა ჩაწერა, დავლეწე კომპიუტერი. როგორც კი დავასეივე ის ვიდეო, ანუ Zoom-ით რაღაცას რო იღებ, შალვასთან Zoom-ით სტუმართან Zoom-ით მაქვს გადაღება. Zoom-ით რაღაცას რო იღებ, მე ცოტა დრო ჭირდება რომ დაასეივოს ის ვიდეო კომპიუტერზე, მოკლედ დაასეივა და მე ამ დროს რაღაც ძალიან უშნოდ მეჭირა ასე ხელში, მომისრიალდა და დაეცა მეტლახზე და დაილეწა ისე რომ არანაირ რემონტს არ ექვემდებარება. მე უცებ გავექანე პანდაში იმ დალეწილი კომპიუტერიდან ამოვაღებინე ის ვიდეო და ისე დავდე უკვე რამოდენიმე საათის მერე თორე ვეღარ ანუ რო არ მივსულიყავი და არ მომეღო ის ვიდეო არ იარსებებდა. ამოვიღე და დავდე. ორი დღე მე ისევ სხვადასხვა ვიღაცებთან ვინც კომპიუტერების შეკედები და დაკავებული ვიარე და აღმოჩნდა რომ არ ექვემდებარება არანაირად რემონტს, იმიტომ რომ ძალიან მაღალხარისხიანი და მაღალი კლასის ლეპტოპი მქონდა. მისი სათადარიგო მასალები არ იშოვება, საქართველოში არ არის, ამერიკიდან უნდა გამოიწერო და თუ გამოიწერ, იგივე ფასი ჯდება თითქმის, რაც ახალი კომპიუტერი რო იყიდო. ანუ $200 თუ დაამატებ, ახალს იყიდი და ჯობი ახალი იყიდო, ვიდრე ის თადარიგები რო ჩამოიტანო და მე კიდე აწყობაში რო დაინახო, რომ მაინც არ მუშაობს ან რამე დაიმართოს, ძალიან დიდი რისკია. ახალის ყიდვის თანხა მე ახლა არ მაქვს. ალბათ, რა ვიცი, შეიძლება რამოდენიმე თვე დამჭირდეს, რომ მოვაქუჩო ეს თანხა. ნუ ამერიკიდან თუ გამოვიწერ, სადღაც $600 შეიძლება ჩავეტიო eBay-დან, რომ გამოვიწერო ნახმარი. იგივე კლასის, ოღონდ ნახმარი, ახლა ისეთი თლად ნახმარი არ იქნება, რომ არ იმუშაოს, ნორმალური იქნება. თუ დამეხმარებით ვინმე, აუცილებლად ვიტყვი ამაზე მადლობას გადაგიხდით პირდაპირ ეთერში. თუ რაიმე კომპანია გაქვთ, რომელსაც რეკლამა გჭირდება, ამ კომპანიას გამოვაცხადებ მინიმუმ 1 წელი იქნებით არხის გენერალური სპონსორი და ყველა ვიდეოში თქვენი რეკლამა წავა და გავა. იმ თანხის სანაცვლოდ, რითაც მე კომპიუტერს ვიყიდი. ანუ არ გთხოვთ, რომ უბრალოდ მაჩუქოთ ეს თანხა, მაგის სანაცვლოდ გაგიწევთ 1 წელიწადი რეკლამას. თუ შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს, რომ რეკლამა ჭირდება, მაგრამ რეკლამა ეშინია ოპოზიციურ არხზე, თან ისეთ მწარე ოპოზიციურ არხზე, როგორც ჩემია და რაღაც ანონიმურობა მოგინდებათ, ოკეი, ესეც არ არის პრობლემა. მოკლედ, აი ასეთ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ Zoom-ის ჩაწერებს, რომ რაღაცნაირად კიდე მოვახერხებ ტელეფონით. აი ახლა ტელეფონით ვიწერ ამას, რასაც ვიწერ და Zoom-ის ჩაწერები ტელეფონით შესაძლებელია, მაგრამ პირდაპირ ეთერები წესიერი კომპიუტერის გარშე არანაირად არ გამომივა, გამორიცხულია. ტელეფონით რო ჩავრთო, იქ კომენტარების წაკითხვა და რაღაცა, კიდე რაღაცა მეორე აპარატი უნდა მქონდეს, რომელიც მომცემს იმ საშუალებას, რომ კომენტარები წავიკითხო და გიპასუხოთ. ასეთი მდგომარეობაა, მოკლედ ჩემ ტელეფონს დავწერ ამ ვიდეოს ქვეშ ვინმე თუ ბევრჯერ გამომიქვეყნებია ჩემი ნომერი, ან Facebook-ზე შეგიძლიათ მომწეროთ, ან
იმ ტელეფონს რო დავდებ WhatsApp-ზე ან სადმე, Telegram-ზე, ნებისმიერ მესენჯერზე, ყველა მესენჯერი მაქვს, სიგნალიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. Viber-იც მაქვს ძველებური. და თუ გექნებათ ამის სურვილი, შეგიძლიათ დამეხმაროთ დიდი სიამოვნებით ამ დახმარებას მივიღებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეკლამის სანაცვლოდ გაგიკეთებთ 1 წლიან რეკლამას, რაც 5000 გამომწერზე ახლა უკვე ნახვები მაქვს ასული 6 მილიონს გადავაჭარბე. იქ სადაც 6 მილიონი ნახვა, ანუ საქართველოს მოსახლეობა ორჯერ მნახა მთელ მოსახლეობამ, ასე რომ დავითვალოთ. ანუ რეკლამაც საკმაოდ დიდ აუდიტორიაზე გავა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამომწერი ძალიან ბევრი არ იყოს, 5000 ცოტა იყოს, ნახვები ბევრად უფრო მეტია და უფრო მასიურია და მასშტაბურია, ვიდრე გამომწერების რაოდენობა. საქართველო იქნება მთლიანი. ჩვენი ახალ კონსტიტუციას აუცილებლად მივიღებთ, რომელიც იმდენად კარგია, რომ ზოგიერთებს აშინებს და რუსეთი აღარ დარჩება შავ ზღვაზე. მომავალ შეხვედრამდე.